გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, რომლებიც გლდანის ტერიტორიაზე ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ. არარეჯისტრირებული ქონების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ ისინი ამ ნაკვეთებზე წლებია ცხოვრობენ. მერია მათ დაკანონებას დაპირდა, მაგრამ სანაცვლოდ აუქციონზე გაიტანა მიწები და ტარიფები დაზარდა. გლდანში გიორგი წმინდის, ველთუბნისა და თეთრი ტბის დასახლების მცხოვრებლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი ლეგალიზაციის შესახებ მიღებული კანონის შეცვლას ითხოვენ. მანამდე ქალაქის მერია ამათ პირდებოდა, რომ ამ ყველაფერს დაგიკანონებთო. არჩევნების მერე ქალაქის მერიიდან მოდიან ადამიანები, აჯარიმებენ და უნგრევენ აი ამ რაღაც ნაკვეთში რაც აქვს დაშენებული ზოგს, ვითომ მიტაცებულს ეძახიან. აქ არის საკანონმდებლო ლაფსუსი დაშვებული 2008 წელს დაკანონებაში შევიდა ცვლილებები და მიწის ნაკვეთი, სადაც არ დგას შენობა, იმას არ აკანონებს 2008 წლის შემდეგ თბილისის შესაბამისი სამსახური. და ეს არის უკანონო ცვლილება კანონში. ეს აუცილებლად უნდა გასწორდეს. კაპიტალურ შენობას მქონდა პატარა ოთახი აკეთებული სისტემინგრის ბლოკის. და ეს ხის შენობას ავაშენე ერთი ოთახი. სოციალ დაუსველი ვარ სიღარიბის ურის ქვემოთ. მოსახარო, მარტო ხელა, პენსიონერი. თვალი არ მაქვს ერთი, ფეხი არ მაქვს.